მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბატონო ირაკლი, რომ ორ წუთში არ გამორთავთ მიკროფონს და არ გვაიძულებთ, რომ მხოლოდ რეპლიკებით ვისაუბროთ. მხოლოდ 2 წუთია შეკითხვის. არა, ძალიან გთხოვთ, შეკითხვებთან დაკავშირებით ჩვენ 4 თვის განმავლობაში მოსაზრებებისთვის. ძალიან გთხოვთ, ორ წუთში ძალიან გთხოვთ, გამოგვირთავთ მიკროფონს, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან არაადეკვატური ქმედება. ეს იქნება არა სახალხო განხილვა. დაიწყეთ, თუ შეიძლება უკვე ნახევარი წუთი დახარჯეთ. უბრალოდ ხმის შახტების საშუალება და იძულებულს გახვდით მხოლოდ რეპლიკებით ვისაუბროთ. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო აქ შეკრებილ ადამიანებს. ძალიან ღრმა პატივისცემა დაუფიქსირო, რომ მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გემოვნებებისა ვართ და ძალიან გთხოვთ. და მიუხედავად რა პოლიტიკური კუთვნილებისა ვართ. ჩვენ აქ დღეს ვსაუბრობთ ზეპარტიულ საკითხზე, რომელიც ეხება კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც არ შეიძლება იყოს ერთ კონკრეტული პარტიის ან ორი ან სამი პარტიის ინტერესზე გამოჭრილი. ის ყველასთვის უნდა იყოს საერთო მთელი ქვეყნის გზამკვლევი უნდა იყოს, როგორ ვიცხოვროთ. ამიტომაც ჩვენ აქ არა ვართ იმისათვის შეკრებილები, ბატონებო, რომ ერთმანეთს შევაცვლევინოთ პოლიტიკური გემოვნება, შევაცვლევინოთ განწყობა, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროთ. მხარი. ამისთვის ხომ არა ვართ. ჩვენ ვართ იმისათვის, რომ ვისაუბროთ, რამდენად კარგ კონსტიტუციას ვიღებთ ქვეყნისთვის, რომელიც ყველას შეგვეხება პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, მოусმინოთ ერთმანეთს და მერე გულში გადავწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდოდა საუბარი დამეწყო ბატონებო პირველ რიგში იმაზე, თუ როგორი არა კონსენსუსური კონსტიტუცია გვაქვს სამწუხაროდ, აი უახლოეს მომავალში მისაღებად დაყენებული. მაგრამ ზულებული ვარ გარკვეულწილად მათემატიკით დავიწყო. და ძალიან გთხოვთ რა, ნუ ვესწრებით ადამიანების შეცდომაში შეყვანას. აქ ვყოფ ადამიანებს ელემენტარული არითმეტიკა კარგად ესმით. მარტივად რომ დავთვალოთ, 48-ს რომ მივუმატოთ 27 და 5, ანუ ეს ბარიერგადალახული პარტიები, ეს არის 80%. და დავამრგვალოთ 20% დარჩა გადაუნაწილებელი. რა შუაშია ბატონო ირაკლი საუბარი იმაზე, რომ ბოლო 5 წელიწადში რჩება 5%. ბოლო 5 წელიწადში მიღებული საერთო არითმეტიკით მიიღეთ თქვენ ბონუსი ბატონო გიორგი და არა გადაუნაწილებელი. ბონუსი. საშუალო არითმეტიკული შეხვედით პარლამენტში. ეს ხო 2016 წელს მოხდა. 2016 წელს რომ ჩატარებულიყო იმ მოდელით, რომელსაც ჩვენ დღეს გვთავაზობთ, თქვენ 150 კაციანი პარლამენტიდან 20% გადასანაწილებელი რომ დაგჭებოდათ, წაიღებდით 30 დეპუტატს, ყველას თქვენ წაიღებდით. ეგ არ არის ბონუსი, ბატონო გიორგი, ეგ არ არის ბონუსი. ძალიან გთხოვთ, სიტყვებით არ არის საჭირო ამ ადამიანების შეცდომაში შეყვანა. განტოლების ამოხსნას ხო არ ვითხოვთ, მარტივ მათემატიკას ვითხოვთ. მე ხო არ მომეცით საშუალება ესეთ პოლემიკაში ყოფნა, ხო? დამასრულებინეთ, ძალიან გთხოვთ. აქ არის საუბარი იმაზე, რა რაოდენობის დეპუტატებს მიისაკუთრებს ერთი პოლიტიკური პარტია. დღეს ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება, ხვალ სხვა, ეს ხო უსამართლობაა. თქვენ, როდესაც ოპოზიციაში ბრძანდებოდით, ხმალამოღებული იბრძოდით იმ დრაკონული კანონების მიმართულებით, რომელიც ძველ ხელისუფლებას ჰქონდა დამკვიდრებული საარჩევნო სისტემაში. და ეს იყო კატასტროფა. ის რა ჩვენ დღეს გვაქვს ჯერ კიდევ, ხო? და თქვენი მიზანი იმის მაგალითად, რომ შეგეცვალათ საარჩევნო სისტემა და უფრო სამართლიანი გაგეხადათ. გვეუბნებით, რომ მაინც უნდა წავიღოთ ისეთი ხმები, რომელიც ჩვენთვის ხალხს არ მოუციაო. ოპოზიციისათვის მიცემული ხმები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ჩვენ ხელისუფლებამ უნდა წავიღოთო. რომელიმე ტყვით აქ შეკრებილი, რომ ეს სამართლიანია. მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტია მოგწონს ხალხო. ეს ხო ჩვენი ქვეყნის და ხვალინდელი დღის სამართლიანად განვითარების წინაპირობას ქმნის. აქ ხო არ არის საუბარი არავითარ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე. ჩვენ კონსტიტუციაზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გავიაზროთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის სამართლიან მოწყობაზეა საუბარი. ამიტომაც მოვჭერთ მათემატიკური კაზუსებით საუბარს და ერთმანეთის თვითმკიცებას, რომ ვიღაცამ უფრო მეტი მათემატიკა ვიცით. ჩვეულებრივად 20% 150-დან არის 30 დეპუტატი. 30 დეპუტატი უნდა საჩუქრად წაგეღოთ. რატო რისი გულისათვის? თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ 30 დეპუტატი და ყველა გადასანაწილებელი იმიტომ უნდა წავიღოთო, რომ შემთხვევით კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არ დაგვჭირდესო. არა და მეორე თემაში, რომელიც პრეზიდენტს ეხება, გვეუბნებით, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ კლასიკურ ვარიანტზეო. საპარლამენტო კლასიკური მოდელი, რომელიც ევროპიდან მოდის და ევროპული ტრადიციული პოლიტიკიდან, იქ არის ის, რომ პარლამენტში თუ იღებ 50%-ს, შემდეგ უნდა კოალიცია შექმნა სხვა პარტიასთან და შექმნა კოალიციური მთავრობა. ეს არის კონკრეტულად საპარლამენტო მოდელი. ეხლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კლასიკური საპარლამენტო მოდელი გინდათ, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღარ გინდათ. ეს ხო არ არის სწორი მიდგომა მიმართ, ხო? არ შეიძლება ასეთი საკითხებით, არასამართლიანობის დამკვიდრებით, თან ვისაუბროთ, რომ ვიღებთ უნიკალურ კონსტიტუციას. მოდით ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ.
კიდევ ამბობ ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე. ვისაუბროთ იმაზე, რა არის ქვეყნისათვის საჭირო. თქვენ საუბრობთ, რომ აი პოლიტიკურ პროცესს ახლა განავითარებთ, უნდა პოლიტიკური პროცესი წარმართოთ უკეთესად და გავაუქმოთ პოლიტიკური ბლოკები. კარგი. მე მინდა კითხვა დაგისვათ. შემდეგ გამოსვლალებსაც დაუთმოთ, თუ შეიძლება. კაი. ჩართეთ მიკროფონი. შეიძლება ესეთი რა. დიდი მადლობა. მე მინდა კითხვა დაგისვათ. როგორ მიიღებდი თქვენ აი ესეთ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური ბლოკები და პარტიებისათვის გაძლიერების საშუალება წინასაარჩევნოდ მოისპოს, იმ დროს რაც უნდა თან არ უნდა ჩამოიწიოს ბარიერი, ეს რო გაეკეთებინა, აი აქ ხდომ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს არჩევნების წინ. მითხარით რომ შეაფასებდით ამას ბატონო ირაკლი. ეს კარგი იქნებოდა, როდესაც ქართულ ოცნებას აღარ მიეცემოდა საშუალება შეექმნა ბლოკი და დაემარცხებინა ნაციონალური მოძრაობა. როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანი იქნებოდა, თქვენთვის ხომ ეს მიუღებელი იქნებოდა. ასევე მიუღებელია დღეს და ასევე მიუღებელი იქნება ხვალ. რაც შეეხება პრეზიდენტის საკითხს, ბატონო ირაკლი. ერთი წუთით პრეზიდენტის საკითხს შევეხები. იმაზე საუბარი რომ თურმე პრეზიდენტი მიმართულებით და მისი პირდაპირ არჩევის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ვერ მოისმინეთ ვერც ერთხელ. რატო ამბობთ მასე? ხომ მოისმინეთ ძალიან ბევრი პოზიცია. კი, როგორ არა, თქვენი ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ თურმე 100 არის გერმანიაში. აი ეს არის თქვენი არგუმენტი, რომ 100 არის საპარლამენტო მოდელებში. მე გეტყვით, რომ შერეული მოდელი, რომელიც უამრავ ქვეყანაში არის, ასევე წარმატებულად მოქმედებს. და პრეზიდენტი რო არის ბატონო მამუკა არ არჩეული იტალიაში, იქაც ძალიან ბევრი კრიზისი იქნება ხოლმე სახელმწიფო. იქაც პრეზიდენტი დანიშნული არის. აქ არის საუბარი იმაზე, როგორი წარმომადგენლობით იქნება პრეზიდენტს. იქნება ეს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციით, რომელიც დააბალანსებს შტოებს, ხელისუფლებას და სასამართლოსაც, თუ აღარ ექნება ამის უფლება.